გვიჩიანმა თქვა, რომ ოთახში იყო ტელევიზორი და შავი სკამები. მაშინ როცა ოთახში ტელევიზორი არ ყოფილა და მთელ სცენაში იდგა ხასხასა ლურჯი სკამები. არც გამოძიებას და არც სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია იმ უამრავი წინააღმდეგობისათვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა ნოდარ გვიჩიანის სხვადასხვა ჩვენებებში. იმის ნაცვლად, რომ გამოეკვლია ამ წინააღმდეგობების მიზეზები და პირდაპირ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობა დაეკისრებინა მისთვის სრულ ჩვენების მიცემისათვის, გამოძიება ყველანაირად ცდილობდა, რომ თავად აღმოეპყრა ეს წინააღმდეგობები, ან საშუალება მიეცა ნოდარ გვიჩიანისათვის, რომ ეს მას გაეკეთებინა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დღევანდელ საქართველოში სისხლის სამართლის პასუხისგებლობას აკისრებენ პიროვნებას, რომელიც ცვლის ჩვენებას ან იძლევა სრულ ჩვენებას. ამის უამრავი მაგალითი არსებობს და საკმარისია გავიხსენოთ გახმაურებული პროცესი გირგვლიანის მკვლელობის საქმისა, როდესაც ლევან ბუხაიძემ ამოიცნო მელნიკოვი ერთ-ერთი დამნაშავე და ნაცვლად იმისა, რომ იქვე დაეპატიმრებინათ მელნიკოვი, პირიქით ბუხაიძის წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ნოდარ გვიჩიანის ჩვენებით მკვლელობის შეკვეთა ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მოხდა. დაახლოებით 10 დღის შემდეგ კი მან ტელევიზიით შეიტყო ნიკა ლომინაძის მკვლელობის შესახებ. ეს მან დეტალურად აღწერა 2005 წლის 10 დეკემბრის ჩვენებაში. როგორც მახსოვს, შუადღის კურიერში მოვისმინე აღნიშნული ინფორმაცია. ნიკა ჩემიას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდი, მაგრამ მას გათიშული ჰქონდა ტელეფონი და ვერ ვისაუბრეთ. შემდეგ გადავედი გია პაპაჩაშვილთან ბახტრიოლის ქუჩაზე. ის სახლში არ დამხვდა. რამდენიმე თვის შემდეგ 2006 წლის 25 მარტს დაკითხვის ოლქში ნოდარ გვიჩიანმა ეს ეპიზოდი სრულიად განსხვავებულად აღწერა. მე გამთენიისას წავედი ბათუმში, სადაც რამოდენიმე დღის შემდეგ ტელევიზიით გავიგე, რომ ნიკა ლომინაძე მოკლეს თავის საცხოვრებელ ბინაში. მე მივხვდი, რომ ჩემმა მეგობრებმა შეასრულეს პირობა და მოკლეს ნიკა ლომინაძე. 10 ნოემბრიდან 25 მარტამდე, ანუ 4 თვის განმავლობაში, ნოდარ გვიჩიანმა გამოძიებას 8 ჩვენება მისცა. ყველა ამ ჩვენებაში ნოდარ გვიჩიანი აცხადებდა, რომ მკვლელობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა თბილისში ყოფნის დროს, რუსთავი ორის გადაცემა კურიერიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენების შეცვლას გარკვეული ახსნა უნდა ჰქონოდა. 2006 წლის 15 მარტის სასამართლოს ბრძანების საფუძველზე კომპანია მაგდიდან გაიცა დეტალური ამონაბეჭდები, რომლის მიხედვითაც მკვლელობის დღეს ნოდარ გვიჩიანი აჭარაში იმყოფებოდა. ანუ გვიჩიანი ტელევიზიიდან ინფორმაციას თბილისში საკუთარ სახლში ვერ მოისმენდა და ვერც პაპაჩაშვილთან მივიდოდა სახლში. ამის შემდეგ მაინც უნდა დარწმუნებულიყო გამოძიება იმაში, რომ ნოდარ გვიჩიანი სრულ ჩვენებებს იძლეოდა. და ამისათვის მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაკისრებოდა. მაგრამ ნაცვლად ამისა, მას ახალ ჩვენებას აწერინებენ, რომლის მიხედვითაც იგი თითქოს ბათუმში იმყოფებოდა და იქ შეიტყო მან ლომინაძის მკვლელობის შესახებ და ამით ისინი შეეცადნენ, რომ რამენაირად მოერგოთ ეს ახალი ჩვენება ახალი მიღებული ინფორმაციისათვის. ამ შეუსაბამობის პარალელურად გამოვლინდა კიდევ ერთი სენსაციური უზუსტობა. გიორგი გვიჩიანის დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ვერც 2002 წლის ივლისის ბოლოს და ვერც აგვისტოს დასაწყისში ნოდარ გვიჩიანი ნიკა ჩემიას თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაზე ვერ შეუთანხმდებოდა. რადგან ნიკა ჩემია 24 ივლისს საქართველოდან გაემგზავრა და უკან მხოლოდ 9 აგვისტოს სარფის საბაჟოს გავლით დაბრუნდა. თბილისში კი 10 აგვისტოს დილით ჩამოვიდა. ანუ პირი, რომელსაც გვიჩიანის ჩვენებით აგვისტოს დასაწყისში ბუკიას ბახთან მკვლელობა შეუკვეთეს და შესაბამისი თანხაც გადასცეს, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით უბრალოდ საქართველოში არ იმყოფებოდა. იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა და ამ დროს მანქანის ჩამოსაყვანად გერმანიაში იყო წასული. ამ უტყუარი ფაქტის გამოვლენის შემდეგ მაინც გამოძიება უდავოდ უნდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ ნოდარ გვიჩიანი სრულ ჩვენებებს იძლეოდა. მაგრამ ამის ნაცვლად ის კვლავ ამ სრულ ჩვენებების გამტკიცების გზას დაადგა და ამ მიზნით საპროცესო შეთანხმება გაუფორმა მეორე ბრალდებულს ხერკელაძეს, რომელმაც თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ მკვლელობის შეკვეთა მოხდა არა ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში, არამედ 1 თვით ადრე. მართალია, ამან თითქოს აღმოფხვრა არსებული შეუსაბამობა ჩვენებებში, მაგრამ სამაგიეროდ
ამ ახალმა ჩვენებამ ახალი წინააღმდეგობები წარმოქმნა. ნოდარ გვიჩიანი აცხადებდა, შეკვეთიდან 10 დღეც არ იყო გასული, მკვლელობა რომ შესრულდა. ხერკილაძის საპროცესო შეთანხმების შედეგად მიღებული ჩვენების მიხედვით კი მკვლელობა თვენახევრის, ანუ 6 კვირის შემდეგ განხორციელდა. ნოდარ გვიჩიანის ჩვენების მიხედვით გიორგი გვიჩიანმა ლომინაძის ფოტოს და მისამართის მოპოვება ვერ შეძლო. ამიტომ ნიკა ჩემიამ თვითონ დაადგინა მისი ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი. 2006 წლის 25 მარტის ჩვენების მიხედვით ნოდარ გვიჩიანი ბახტრიონის ქუჩაზე შეხვდა ნიკა ჩემიას, რომელმაც უთხრა, რომ უკან მიყვებოდა ლომინაძეს და უთვალთვალებდა. ჩვენ ვცადეთ დაგვეზუსტებინა ის თარიღები, თუ როდის შეეძლო ნიკა ჩემიას ლომინაძეზე თვალთვალი განეხორციელებინა. 27 ივნისს ნიკა ლომინაძე გაემგზავრა პარიზში. პარიზიდან ვენესუელაში. და თბილისში 22 ივლისს დაბრუნდა. აქედან გამომდინარე, 22 ივლისამდე ლომინაძის თვალთვალი ვერ განხორციელდებოდა. 24 ივლისს ნიკა ჩემია სარფის გავლით გერმანიაში გაემგზავრა და თეორიულად თვალთვალი 22-23 ივლისს შეეძლო განეხორციელებინა, მაგრამ ამ დროს ლომინაძე ვერაზე, მეუღლის ბინაში ცხოვრობდა და ნიკა ჩემია ბახტრიონის ქუჩაზე ვერც თვალთვალს განახორციელებდა და ვერც ნოდარ გვიჩიანს შეხვდებოდა, როგორც ამას ნოდარ გვიჩიანი აღწერს ჩვენებაში. ნიკა ჩემია გერმანიიდან თბილისში 10 აგვისტოს დილით დაბრუნდა. ნიკა ლომინაძე კი ამ დროს გურიაში ცოლ-შვილთან იმყოფებოდა და თბილისში 11 აგვისტოს საღამოს დაახლოებით 10 საათზე დაბრუნდა. ანუ გვიჩიანს ლომინაძის თვალთვალის პროცესში ნიკა ჩემია მხოლოდ 12 აგვისტოს შეეძლო ენახა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც სატელეფონო ამონაბეჭდიდან ირკვევა, რომ 12 აგვისტოს ნოდარ გვიჩიანი ქობულეთში გაემგზავრა და მისი ჩვენება, რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბახტრიონის ქუჩაზე შეხვდა ნიკა ჩემია, არ დადასტურდა. ლომინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნიკამ მარტომ ბახტრიონის ქუჩაზე მხოლოდ მკვლელობის წინა 2 ღამე გაატარა. მაგრამ განაჩენში დადასტურებულა დაამიჩნეული, რომ ნიკა ლომინაძე მარტო ცხოვრობდა ბახტრიონის ქუჩაზე და მისი ადგილსამყოფელი ნიკა ჩემიამ დაადგინა. განაჩენის მიხედვით 2002 წლის 13 აგვისტოს დილის 7-დან 8 საათამდე, როცა ნიკა ლომინაძე გამოდიოდა ბინიდან, იარაღის მუქარით ნიკა ჩემიამ და ხერკილაძემ უკან შეაბრუნეს. სკოჩისა და ტელეფონის დამტენის საშუალებით შეუკრეს ხელფეხი. მისაღებ ოთახში დივანზე დააწვინეს, ამოუდეს თავქვეშ ბალიში და იარაღის მუქარით მოსთხოვეს თელასის დოკუმენტები. ლომინაძის მითითებით, ფაილში მოთავსებული დოკუმენტების აღმოჩენისთანავე ნიკა ჩემიამ ლომინაძეს სახეზე გადააფარა პირსახოცი და ცეცხლსასროლი იარაღით მიბჯენით ესროლა, რასაც მოყვა სიკვდილი. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ნიკა ჩემიამ შემთხვევის ადგილზე მოიპოვა გასროლილი ტყვიის გულა და მასრა, რის შემდეგაც მიიმალნენ. ნიკა ლომინაძის გვამი ნათესავებმა დანაშაულის ადგილზე ტახტზე მწოლიარე მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ზეწარ გადაფარებულ ცხედარს ერთადერთი ნატყვიარი აჩნდა. ნატყვიარის გარშემო შემორჩენილი კვამლის კვალი მიანიშნებდა, რომ გასროლა მიბჯენით განხორციელდა. ამასთან ერთად გამოძიების ვერსიით იარაღი მაყუჩიანი იყო, რადგან გასროლის ხმა ვერავინ გაიგო. საპროცესო გარიგების შედეგად გამოძიებამ ავთანდილ ხერკილაძისგან მიიღო მკვლელობის აღწერილობაც. ნიკა ჩემიამ გამოიტანა გვერდით ოთახიდან ბალიში და პირსახოცი. ნიკა ლომინაძეს ამოუდო თავქვეშ ბალიში, გადააფარა პირსახოცი. მეუთხარი წავედით თქო და გამოვედი მისაღები ოთახიდან და მოხდა კიდეც გასროლა. ჩვენ გრაფიკულად დავამუშავეთ გამოძიების და ექსპერტიზის მასალები. იარაღისა და ტყვიის ტრაექტორიის ურთიერთმიმართება აჩვენებს, რომ მკვლელის ბუნებრივი პოზიცია სროლის დროს